თარველაძის დებიუტი ტრაბზონში ქართველი სპეციალისტი დღეს ევროპის ლიგაზე ტრაბზონსპორის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში წუნდა წარდგეს გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული კლუბის მეტოქე ლუქსემბურგის დიფერდანჟი იქნება მატჩი თბილისის დროით 22 საათზე უნდა დაიწყოს შეხვედრას ტრაბზონში ოთარ გიორგაძე გააშუქებს მან და ის პირდაპირ ეთერში გვერდება ოთარ გისმენთ ტრაბზონში განსაკუთრებული მოლოდინია, რადგანაც დღეს მათი ფავორიტი კლუბი იწყებს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას და სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. გარდა ამის არის კიდევ ერთი განსაკუთრებული ფაქტორი, როგორც ტრაბზონის გულშემატკივრებისთვის, ასევე ქართველებისთვის დღეს შოთა არველაძე პირველად უხელმძღვანელებს მის ყოფილ გუნდს ამჯერად უკვე მთავარი მცველის რანგში იქნება დღეს ლუქსემბურგის დიფერდანჟის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ სტამბულის შემდეგ ტრაბზონსპორი გამოირჩევა გულშემატკივრობით და დღეს სრულ ანშლაგს ელოდებიან სტადიონზე, სადაც 25,000 გულშემატკივარი ეტევა. ტრაბზონი საუკეთესოა, ჩვენ დღეს არველაძესთან ერთად გავიმარჯვეთ. ალბათ უფრო ჩაკეტილ და დაცვით ფეხბურთს შემოგთავაზებენ. მაგ დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ გოლი დროზე შეაგდო და თამაში გახსნა. მას აქვს ჩემი რაღაც ნდობა, ჩემი იმედი, რასაც მე ვეცდები, რომ პირნათლად შევასრულო. ასევე კარგია ეს ჩემი დღევანდელი დღისთვისაც და ხვალინდელი განვითარებისთვისაც. ჩვენ ახლა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც განთავსებულია სალაროები და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ელოდება ბილეთის შეძენას, როგორც უკვე გითხარით, ანშლაგს ელოდებიან დღევანდელ შეხვედრაში. რაც შეეხება თავად კლუბს, როგორც უკვე გითხარით, დღეს არის პირველი ოფიციალური მატჩი შოთა არველაძისთვის. ქართულმა მცველმა აღნიშნა, რომ ახალი საკმაოდ რთული სეზონისთვის ის კვლავ აპირებს ფეხბურთელების შეძენას და უახლოეს პერიოდში არ არის გამორიცხული საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტრანსფერები განხორციელდეს. დღევანდელი მატჩი ტრაბზონში თბილისის დროით საღამოს 10 საათზე დაიწყება. მადლობთ ოთარ გიორგაძე საუბრობდა ტრაბზონიდან.